გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დაგიბრუნდით ახალი სერიების ციკლით, რომელსაც დავარქვი ფიქრის დრო და ამ სერიებში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, სხვადასხვა წიგნებიდან ამონარიდებს და ვარჩევთ მას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კარმაზე, კონკრეტულად კი ვისაუბრებთ კარმა იოგაზე. ამისთვის მე მოვიშველიებ კარმა იოგას წიგნს, რომელიც არის სამი ვივეკანდანდას ლექციების კრებული. წიგნი აღწერს კარმას, როგორც საქმიანობას, ფილოსოფიას და ასწავლის, როგორ უნდა მივუდგეთ ყოველდღიურ საქმიანობას იოგის გზით. უანგაროდ, შინაგანის ზრდის მიზნით და არ მივეჯაჭვოთ შედეგს. კარგად ავხსნით, ბევრს ლაპარაკობთ ჩვენ კარმა რა არის, ზოგს ჯერა კარმის, ზოგს არ ჯერა და ამ წიგნით და იმ ამონარიდებით, რომელსაც ახლა მე თქვენთან ერთად გავარჩევ, რეალურად ვფიქრობ, რომ რაღაც დოზით მაინც ნათელი მოეფინება და გახდება თვალსაჩინო კარმის მნიშვნელობა ზოგადად რა. ამ წიგნის მთავარი მესიჯები არის, რომ უნდა ვიმოქმედოთ უანგაროდ, რასაც ქვია ნიშკამა კარმა, საქმიანობა საკუთარ თავზე მუშაობის საშუალებად უნდა იქცეს, არ მივეჯაჭვოთ წარმატებას ან წარუმატებლობას. კარმა იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური შრომა, არამედ ეს არის მენტალური და სულიერი ვარჯიში. წიგნში და ამონარიდებში ხშირად შეხვდებით სიტყვას, სადაც შრომა, ვალი, ასე შემდეგ რაღაცები იქნება. შრომა არ არის ცალსახად მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა და ეს თავში უნდა გავითავისოთ, რომ ამ შემთხვევაში შრომას, როდესაც ვამბობთ, გულისხმობთ როგორც ფიზიკურს, ასევე სულიერს, ასევე გონიერ ამბავს. რაც შეეხება ვივეკანანდას, ბევრს არ მოგვიყავით მის შესახებ, ძალიან ესეთი გავლენიანი ადამიანი იყო, რომელიც დასავლეთში სულიერ ცხოვრების პრობლემის გადაჭრას უთმობდა თავის მოღვაწეობას, ხოლო ინდოეთში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭებოდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, ანუ ყველას თავის პრობლემაზე ელაპარაკებოდა და მან თქვა ესეთი რაღაც, რომ იყავით მამაცნი და უყურეთ ჭეშმარიტებას პირდაპირ. პირველი თავი ასეთი სათაურით არის კარმის გავლენა ხასიათზე. სიტყვა კარმა მოდის სანსკრიტული ენიდან და ნიშნავს, რომ ყოველი მოქმედება არის კარმა. იმ შედეგებს, რომელთა მიზეზებით ჩვენი წარსულის მოქმედებები იყო. მსოფლიოში ყველა უბედურების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები თავიანთი უგუნურებით სიტყვებას თვლიან იდეალად, რომლისაკენ სწრაფვაა საჭირო. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ადამიანი ასკვნს, რომ ის რისკენაც მიდის, არის არა ბედნიერება, არამედ ცოდნა და რომ როგორც სიამოვნება, ასევე მწუხარება ერთნაირად დიდი მასწავლებელია. ის ამბობს, რომ ადამიანის ხასიათს ქმნის კარმა. ხასიათს ქმნის ცხოვრებაში გადამხდარი სიამოვნება და მწუხარება. ადამიანის ხასიათი წარმოადგენს მხოლოდ მიდრეკილებათა შენაერთს, მისი გონების მიმართულების შედეგს და უბედურება და სიხარული ტოლფასად აყალიბებს მას. მე მინდა რომ გავშალოთ ეს კონკრეტული ეპიზოდი, ესე ვთქვათ, წიგნიდან და აქ ჩემი გაშლა მაქვს, რომელიც მიწერია და წაგიკითხავთ. აქ შეგვიძლია ესე აღვიქვათ, რომ ადამიანის ხასიათი ყალიბდება იმაზე, თუ როგორ განიცდის და როგორ პასუხობს იგი სხვადასხვა ცხოვრების ემოციურ გამოცდილებას. იქნება ეს სიხარული, ტრამვა, წარმატება, მარცხი, სიყვარული თუ დანაკარგი. მაგალითად, როდესაც ბავშვობაში, არ ვიცი, ბევრი რაღაც მივაღწიეთ, შეგვაქეს, მოგვეფერეს, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თავდაჯერებულები და ესეთ ღია პიროვნებები და ცხოვრებისთვის ღია ადამიანები გავხდებით. ხოლო ვისაც რაღაცა ბევრი სიძნელეები ჰქონდა ცხოვრებაში, ბავშვობაში, ჰქონდა უყურადღებობა, სიყვარულის ნაკლებობა, ალბათ უფრო ფრთხილები, სამყაროსკენ ჩაკეტილები, არამიმღებები გავხდებით და ბევრი ადამიანი გაგახსენდებათ ახლა თქვენს გარშემო ეგეთი. შემდეგი, რადგან მინდა ყურადღება გავამახვილო, არის რომ ხასიათი წარმოადგენს მხოლოდ მიდრეკილებათა შენაერთს. აქ შეგვიძლია ეს გავიგოთ, რომ ხასიათი არ არის მუდმივი შაბლონი, არამედ სხვადასხვა ტენდენციების, სურვილების და რეაქციების ერთობლიობა, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება და იცვლება და ხანდახან აქ შეგვიძლია ვიდაოთ, რომ თუ ადამიანი იბადება ერთი
გეშტალტით, მაშინ როგორ იცვლება, ხო? მაგრამ აქ პასუხი ალბათ ის არის, რომ ადამიანი როდესაც აცნობიერებს თავისი, არ ვიცი, წარსულის ბავშვობის ტრამვებს და მუშაობს მათზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათი გამოცვლა. გონების მიმართულების შედეგი. რა არის გონების მიმართულების შედეგი? ხასიათის ფორმირებაში დიდი როლი აქვს იმას, თუ როგორ ფიქრობს ადამიანი. რას თვლის მნიშვნელოვნად, როგორ ამუშავებს გამოცდილებას, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რა ვიცი, ტრამვას მაგალითად, ხო? რა მიზნებს ისახავს. გონება როგორც ლინზა ფუნქციონირებს, ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენაზე შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულად რეაგირებდეს, სწორედ მათი გონებრივი მიდგომის გამო. მაგალითად, თუ ვინმე დაშორდა საყვარელ ადამიანს, ხო? ერთი ამაზე ფიქრობს როგორც ტრაგედიაზე, მეორე კი პიროვნულ ზდაზე. შესაბამისად, პირველი შეიძლება გახდეს მელანქოლიური, დეპრესიული, ასე შემდეგ, მეორე უფრო მტკიცე, დამოუკიდებელი, არ ვიცი, გაიზარდოს, სხვა გამოცდილებისკენ იყოს ღია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაზე გადადის, ესე ვთქვათ, ავტორი და ამბობს, რომ არავითარი ცოდნა არ მოდის გარედან. ის შიგნით იმყოფება, ადამიანი კი არ იგებს, არამედ ის აღებს და გამოაშკარავებს. მას მოყავს ნიუტონის მაგალითი. ჩვენ ვამბობთ, რომ ნიუტონმა მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა. განა ეს კანონი სადღაც კუთხეში იჯდა და ნიუტონი მას ელოდებოდა. ამ კანონის ცოდნა ნიუტონის გონებაში იყო, დადგა დრო და მან ის იპოვა. მთელი ცოდნა, რომელიც ოდესმე სოფლიოს მიუღია, გონებიდან მოდიოდა. სამყაროს უსასრულო ბიბლიოთეკა არის ჩვენს გონებაში. გარესამყარო მხოლოდ ბიძგს და აღგზნებას გვაძლევს, რომელიც საკუთარი გონების შესწავლას გვაიძულებს. ვაშლის ჩამოვარდნამ ნიუტონის აზრს მისცა ბიძგი და მან საკუთარი გონების შესწავლა დაიწყო. მან გონებაში აზრის ყველა წინარგოლი გადააწყო და მათ შორის ახალი გოლი გახსნა, რომელსაც ჩვენ მიზიდულობის კანონს ვუწოდებთ. ეს კანონი არ იმყოფებოდა არც ვაშლში და არც დედამიწის ცენტრში და მე მგონია, რომ ეს არის გენიალური მაგალითი და მას კიდევ მოყავს სხვადასხვა მაგალითები და ხსნის კარმის აზრს ამ მიმართულებით. ჩვენს გრძნობებსა და მოქმედებებს, ჩვენს ცრემლს და ღიმილს, სიყვარულს და მწუხარებას, ტირილს და სიცილს, ჩვენს წყევლებს და კურთხევებს, ქებას და კიცხვას, თუ ჩვენივე თავს მიუკერძოვებლად შევისწავლით, აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ჩვენივე თავისგან შესაბამისი დარტყმებით გამოიკვეთა. შედეგად მიიღება ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ყველა ამ დარტყმას ერთად აღებულს ეწოდება კარმა, შრომა, მოქმედება. ჩვენ ყოველთვის გვქნით კარმას. მე თქვენ რომ გელაპარაკებით, ეს კარმაა, თქვენ მისმენთ, ესეც კარმაა, სუნთქავთ კარმა, სეირნობთ კარმა, რასაც ვაკეთებთ გონებრივად თუ ფიზიკურად, არის კარმა და ის ჩვენზე კვალს ტოვებს და გვაყალიბებს და ჩვენს მომავალს ქმნის, ასე ვთქვათ. ეს ფრაზა გვთავაზობს თვითშემეცნების პრაქტიკას, რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ყველაფერი, რასაც განვიცდით, არ არის შემთხვევითი ან მხოლოდ გარედან მოტანილი, თუ მიუკერძოებულად და გულწრფელად დავაკვირდებით საკუთარ რეაქციებს, რატომ გწყინს, რატომ გვიხარია, რატომ ბრაზდებით, რატომ ვადანაშაულებთ სხვას. აღმოაჩენთ, რომ ეს ემოციები არ არის უბრალოდ რეაქცია გარემოზე, არამედ ჩვენი შიდა გამოხატულებაა. მაგალითად, თუ ვინმე შეურაცხყოფს, ჩვენ ძალიან მძაფრად ვრეაგირებთ, ხო, ამ ყველაფერზე. შეურაცხყოფაზე მეტად რეაქცია შეიძლება იმაზე მეტყველებს, რომ ჩემში უკვე არსებობს დაუცველობის განცდა. ან რაღაც სირცხვილი, რომელიც გარესამყარომ უბრალოდ გამოაშკარავა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის. ძალიან საინტერესო რაღაცას წერს ავტორი და მინდა რომ ეს გავარჩიოთ. 4 ცხენით შეკაზმული ეკიპაჟი შეიძლება შეუკავებლად მოჰქროდეს მთიდან, მაგრამ მეტლეს ცხენების შეკავება შეუძლია. და რაში მდგომარეობს ძალის უფრო მეტად გამოვლენა ცხენების შეკავებაში თუ მათთვის ნების მიცემაში. მოდით ახლა გავარჩიოთ, იმიტომ რომ იდეაში აქ ძალიან ბევრი სიმბოლო არის და სიმბოლოების მიხედვით მივყვეთ. ეკიპაჟი და ცხენები და მათი სიმბოლოს მნიშვნელობა. ცხენები არის გრძნობები, ემოციები, ინსტინქტები, ვნებები, აზრები, ძალები, რომელიც ბუნებრივად მიგვაქანებენ სხვადასხვა მიმართულებით. თიდან დაშვება. ეს არის ემოციური დაძაბულობა, მოუთმენლობა, სიბრაზე, მოზღობული ნება, სიტუაცია, სადაც კონტროლის დაკარგვის საშიშროება.
მეტლე არის გონება, ცნობიერება, თვითშემეცნება. ის, ვისაც შეუძლია შეაფასოს და მართოს შინაგანი ძალები. ეკიპაჟი, ეს არის ადამიანი მთლიანობაში, სხეული, გონება, სული. კითხვა იყო ესეთი, ხო, ამონარიჩი, რომ სად ვლინდება მეტი ძალა შეკავებაში თუ ნების მიცემაში. ცხენებისთვის ნების მიცემა ნიშნავს, რომ ჩვენ ვემორჩილებით ჩვენს იმპულსებს, ინსტინქტებს, ემოციას ვაძლევთ მოქმედების ძალას. ესე შეიძლება იყოს პასუხი ბრაზზე, ვნებისკენ მიყოლა, უკონტროლო აზრებისა და მოქმედებების მიღება, ხო? ცხენების შეკავება რას ნიშნავს? ეს არის ძალის ნამდვილი გამოვლენა. ეს ნიშნავს გააცნობიერო იმპულსი, არ მოახდინო დაუყოვნებელი რეაგირება, შეაკავო თავი მაშინ, როდესაც ძალიან ადვილი არის ყვე ემოციას ითმინო, განიხილო, გაანალიზო, იმოქმედო შიდა შენი შინაგანი სიბრძნით და არა რეაქციით. მაგალითად, როცა გაბრაზებულები ვართ და შეგვიძლია დავიყვიროთ, რა ვიცი, ვიყვიროთ, ვიკილოთ, ვიწილოთ, ვიჩხუბოთ, მაგრამ რას ვამჯობინებთ, რომ ჩავღრმავდეთ და გავანალიზოთ რა გვაღიზიანებს და როგორ შეიძლება ეს ჩვენი გაღიზიანება ამოხსნათ. აი ეს არის სწორედ ეს ძალა, რომელიც ცხენებს აკავებს. ამიტომ ნამდვილი მეტლე ის არის, ვინც მაშინ იფარებს შურის ხმას, როცა შეუძლია შურის ძიება. ვინც მაშინ ჩერდება, როცა შეუძლია მიჰქროდეს. ეს არის თვითკონტროლის, შინაგანი ძალის და შემეცნების გამარჯვება. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს უანგაროდ შრომაზე. ისე იშრომო, რომ არაფერს საერთოდ არ ელოდებოდა. მაგრამ ასევე კითხვას ხვევს, რომ თუ ადამიანი უანგაროდ მუშაობს, განა ის არაფერს არ იძენს? და ის ამბობს, რომ იძენს, იმ უმაღლეს იძენს, რაც კი არსებობს. უანგარობა ხელსაყრელია, მაგრამ მისი განხორციელებისთვის ადამიანების მოთმინება არ ყოფნის. სიყვარული, სიმართლე და უანგარობა წარმოადგენს არა მარტო სიტყვიერ ზნეობრივ წერით დედანს და რიტორიკულ მიმართულებას, ისინი უმაღლეს იდეალს შეადგენენ, თავის თავში ძალის მძლავრ გამოვლენას შეიცავენ. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი, რომელსაც უნარი აქვს იმუშაოს 5 დღე ან 5 წუთიც კი ყოველგვარი ანგარებითი მიზნების გარეშე, არ იფიქროს მომავალზე, ზეცაზე, დასჯაზე და ამგვარ ნებისმიერ რამეზე, ამ მუშაობის წყალობით იმის შესაძლებლობას იღებს, რომ მძლავრ ზნეობრივ ბუმბერაზად გაიზარდოს. ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ გულის სიღრმეში გვესმის მსგავსი მუშაობის მთელი მნიშვნელობა და სარგებლობა, რომელსაც ის იძლევა. აქ მუშაობაზე გავიხსენოთ, რომ არ არის მხოლოდ რაღაც ფიზიკური სამუშაო, ან სამსახურის სამუშაო, ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, ეს იქნება, არ ვიცი, ურთიერთობაში, არ ვიცი, ვიღაცისთვის ღმერთთან ურთიერთობაში, ვიღაცისთვის შვილთან ურთიერთობაში, ვიღაცისთვის მშობელთან ურთიერთობაში, ნებისმიერი სამუშაო, იმიტომ რომ აღვიქვათ, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ხო, ცხოვრებაში, ყველაფერი არის მუშაობა. შესაბამისად, მუშაობა ეს არის კარმა. ასევე მოაქვს მაგალითი, ჰაგავად გიტადან მოაქვს მაგალითი ესეთი, სადაც ამბობს, რომ ჩვენ მუშაობის უფლება გვაქვს, მაგრამ მუშაობის შედეგების უფლება არ გვაქვს. მიატოვეთ შედეგები. რატომ უნდა იფიქროთ შედეგებზე? თუ ადამიანს ეხმარებით, ფიქრობთ თქვენ და მის დამოკიდებულებაზე, თუ გინდათ დიდი ან კარგი საქმე გააკეთოთ, ფიქრობთ მის შედეგებზე თქვენივე თავისთვის. აქ არის ძალიან საინტერესო ერთი ეპიზოდი, რომელსაც აუცილებლად წაგიკითხავთ. კითხვა სვავს ესეც, რომ რა ვუყოთ დასვენებას. ჩვენს წინაშე ცხოვრებისეული ბრძოლის ერთი მხარე მუშაობა, რომელიც თავის მურევში გვიტაცებს, მაგრამ აქვე დგას მეორეც, ჩუმი, უცნობელი თავგანწირულობა. გარშემო ყველაფერი მშვიდია, არ არის ხმაური და გარე მოძღვრება, მხოლოდ ბუნებაა, ცხოველებით, ყვავილებით, მთებით. მაგრამ არც ერთი, არც მეორე სურათი არ არის სრულყოფილი. განმარტოებას მიჩვეული ადამიანი ცხოვრების მორევის მიერ იქნება მოსპობილი. როცა მასთან შემხებლობაში აღმოჩნდება, იმის მსგავსად ღრმა წყლებში მცხოვრები თევზი, როგორ იღუპება, როცა წყლის იმ წნევას
კარგავს, რომლის დროსაც მისი სხეული შეიქმნა. სხვა მხრივ შეუძლია თუ არა ხმაურს და გაწამაწიას მიჩვეული ადამიანი წყნარ ადგილას თავს კარგად გრძნობდეს? იგი იტანჯება და შეიძლება გონებასაც დაემშვიდობოს. ის ადამიანია იდეალური, რომელიც უდიდეს სიჩუმეში და განმარტობაში პოულობს ყველაზე უფრო დაძაბულ მოღვაწეობას და დაძაბულ მოღვაწეობაში პოულობს სიჩუმეს და უდაბნოს განმარტოებას. იგი თავშეკავებულობის საიდუმლოს დაეუფლა. მას თავის თავზე ძალაუფლება აქვს. ის დიდი ქალაქის ხმაურიან ქუჩებში დადის, მაგრამ მისი გონება მშვიდია. თითქოს ის გამოქვაბულში იმყოფებოდეს, როდესაც ვერც ერთი ხმა ვერ სწვდება და მისი გონება ყოველთვის დაძაბულად მუშაობს. ასეთია კარმაიგის idеალი, როდესაც მას მიაღწევთ, ნამდვილად დაეუფლებით შრომის საიდუმლოებას. მაგრამ საჭიროა თავიდან დავიწყოთ აუცილებლად შრომით, მეორე თავი, რომელიც არის ასეთი სათაურით, თავის ადგილას ყველა დიდია. ერთ-ერთი კლასიკური ინდური ფილოსოფიის სისტემის თანახმად, რომელსაც ჰქვია სანგჰია, ადამიანის ბუნება შედგება სამი ძალისგან, რომელსაც სანსკრიტულ ენაზე ეწოდება რაჯასი, ტამასი და სატვა. ფიზიკურ სამყაროში ამათი გამოვლენა არის ასეთი, რომ შეიძლება ვუწოდოთ აქტიურობა, ინერტულობა და წონასწორობა. ტამასი განასახიერებს სიბნელეს და უმოქმედობას, ანუ ინერტულობას. რაჯასი არის მოქმედება, რომელიც მიზანმიმართულობაში და განზიდულობაში გამოიხატება. ხოლო სატვა არის მათ შორის წონასწორობა. ყველა ადამიანში, ჩვენში არის ეს სამი ძალა დაფარული, ზოგან ხვდებით სიზარმაცეს უფრო მეტად, ზოგან ხვდებით უფრო მეტად მოძრაობას, აქტიურობას და ზოგ ადამიანებში ეს ყველაფერი არის თანაბრად, ესე ვთქვათ, გათანაბრებული. აქ საინტერესო ეპიზოდი შემოაქვს და ის ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს წარმოდგენა ზნეობაზე, ვალზე, მაგრამ მასთანავე ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენ გვაქვს წარმოდგენა ზნეობაზე და ვალზე, მაგრამ ამასთანავე ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ზნეობაზე წარმოდგენები ერთმანეთისგან მნიშვნელოვან განსხვავდება. რაც ერთ ქვეყანაში ზნეობრივად ითვლება, ზოგჯერ სრულად არაზნეობრივია მეორეში, ხო? მაგალითად, ერთ ქვეყანაში გვაქვს, რომ ბიძაშვილები შეუძლიათ ერთმანეთზე იქორწინონ, ეს სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ჩვენ ქვეყანაში ეს არის უზნეობა, ერთ ქვეყანაში მამაკაცებს შეუძლიათ, რა ვიცი, რძლებზე იქორწინონ, მეორე ქვეყანაში ესეც არის უზნეობა. ასევე დაშვებულია ერთდროულად მრავალი ცოლის ყოლა, სადაც ჩვენს ქვეყანაში ეს არის უზნეობა. მოკლედ ძალიან განსხვავებული არის ზნეობრივი კატეგორიები ქვეყნების მიხედვით, ხო? თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვაცნობიერებთ, რომ ზნეობის ერთგვაროვანი მსოფლიო იდეალი უნდა არსებობდეს. იგი შეიძლება ითქვას, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვალზეც. ვალზე წარმოადგენა სხვადასხვა ხალხებში უკიდურესად მრავალფეროვანია. ერთ ქვეყანაში თუ ადამიანი გარკვეულ რამეებს არ აკეთებს, ამის გამო მას კიცხავენ. თუ ქვეყანაში სწორედ ამ რამეების გააკეთებს, მაშინ იტყვიან, რომ ის არასწორად იქცევა. ამასთან ერთად, მაინც ვიგნებთ, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული მსოფლიო წარმოდგენა ვალზე. ჩვენ წინ ორი გზა დევს. გზა უცოდინარი ადამიანებისა, რომლებიც დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა ერთია. და ამ გზის გარეთ ყველაფერი ცუდია და გზა ბრძენისა, რომელიც აღიარებს, რომ ვალი, ზნეობა იცვლება ჩვენი გონების წყობის ან ჩვენი არსებობის სხვადასხვა გეგმის შესაბამისად. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობს ვალის და ზნეობის სხვადასხვა საფეხური, რომ ერთი სტადიის ვალი ვერ იქნება მეორეს ვალი. ჩვენი ვალდებულება იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავი არ გვწულდეს. იმისთვის, რომ წინ მივიწევდეთ, ჯერ ჩვენი თავი უნდა გვწამდეს, შემდეგ კი ღმერთი. ვისაც საკუთარი თავი არ სწამს, იგი ღმერთს ვერ იწამებს. ამიტომ აუცილებელია ნათლად გავიგოთ, რომ ვალი და ზნეობა სხვადასხვა გარემოში იცვლება. არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც ბოროტებას ეწინააღმდეგება, აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა და თავისთავად არ არის სწორი. პირიქით, გარკვეულ გარემოებაში, რომლებშიც ის შეიძლება მოხდეს, ბოროტებისათვის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება მისი პირდაპირი მოვალეობა იყოს. დიადი მაგალითი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა შევისწავლოთ, იმაში მდგომარეობს, რომ უკიდურესობები ყოველთვის ერთმანეთს გავს. როცა სინათლის ვიბრაციები მეტისმეტად ნათელია, მათ ვერ ვხედავთ და ზუსტად ასევე ვერ ვხედავთ მათ, როცა ისინი მეტისმეტად ჩქარია.
იგივე ხდება ხმაზეც. ხმა არ გვესმის, როცა ის მეტისმეტად დაბალია, ან როცა მეტისმეტად მაღალია. ყოველმა ადამიანმა იდეალი უნდა შექმნას თავისთვის და ცხოვრებაში გაატაროს. ეს ხერხი არის შინაგანი პროგრესის უფრო სწორი გზა, ვიდრე სხვების იდეალის მიღება, რომელთა განხორციელების იმედიც მას არ უნდა ჰქონდეს. ანუ ჩვენ უნდა ჰქონდეს ჩვენი იდეალები და უფლება არ გვაქვს, რომ სხვის იდეალებს დავსცინოთ, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. და თვითონმა გააკეთოს ის, რაც მას შეუძლია, რომ თავისი საკუთარი იდეალი განახორციელოს, მაგრამ სრულიად არასწორია ჩემი მისწრაფების განსჯა თქვენი იდეალის თვალთახედვიდან ან თქვენი ჩემი თვალთახედვიდან. არ შეიძლება მსჯელობდეთ ვაშლის ხის შესახებ და მას მუხას ვატარებდეთ და არ შეიძლება მუხის შესახებ მსჯელობდეთ და მას ვაშლის ხეს ვატარებდეთ. ვაშლის ხეს თავისი საზომი აქვს, მუხას თავისი. აქ საუბრობს ძალიან საინტერესო რაღაცას და ამბობს, რომ ჩვენი ვალი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ადამიანს ვახალისებდეთ მის ბრძოლაში და იმისკენ მისწრაფებაში, რომ იცხოვროს მისი უმაღლესი იდეალის შესატყვისად. ვახალისებდეთ მთელობაში, რომ ამავე დროს ეს იდეალი გახადოს შეძლებისაკვარად ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს. მეეზოვე ქუჩაში ისეთივე დიდებულია და დიდია, როგორც მეფე ტახტზე. ჩამოიყვანეთ მეფე ტახტიდან, აიძულეთ ქუჩაში დაგვა და შეხედავთ, თავს როგორ იგრძნობთ. აიხეთ მეეზოვე და შეხედეთ, როგორ გაუძღვება სამეფოს. აქ შემოაქვს მომენტი და ამბობს, რომ ყველაზე ძნელი საქმეა ამ ქვეყნად მუშაობდე და შედეგზე არ ფიქრობდე. ადამიანს ეხმარებოდე და მისგან მადლობას არ ელოდე. რამე კარგ საქმეს აკეთებდე და იმაზე არ ფიქრობდე, მოგიტანს თუ არა ის სახელს ან დიდებას, ან სულაც არაფერს. ყველაზე უფრო ცხადი მშიშარაც კი მამაცი ხდება, როცა ადამიანი მას აქებს. სულელს შეუძლია გმირულად მოექცეს, როცა გარემომცველები იწონებენ და მხარს უბავენ, მაგრამ განუწყვეტლივ აკეთებდეს სიკეთეს და გარემომცველების მხრიდან მოწონებაზე არ სრულნავდე, ეს სინამდვილეში უმაღლესი მსხვერპლია, რისი გაღებაც კი ადამიანს შეუძლია. ადამიანის ჭეშმარიტი ცხოვრება ცოდნაში მდგომარეობს, უცოდინრობა სიკვდილია, ცოდნა სიცოცხლეა. ნებისმიერი ჯილდო, რასაც მიიღებ შენი შრომიდან იქნება ეს კარგი თუ ცუდი, არაფერს არ უნდა მიეჯაჭო. ანუ იქ თავშივე ერთი აბზაცი, როდესაც წავიკითხე, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს შრომის უფლება, მაგრამ არ გვაქვს ამ შრომისგან მიღებული ჯილდოს უფლება, ამას ამბობს, რომ ყოველი შრომა თავისი ბუნებით შედგება სიკეთისა და ბოროტისაგან. არ არის მუშაობა, რომელსაც სადმე სარგებელი არ მოაქვს, არ არის მუშაობა, რომელსაც ვინმესთვის ზიანი არ შეუძლია მოუტანოს. ყოველგვარი მუშაობა გარდაუვალ წარმოადგენს სიკეთის და ბოროტების შეერთებას, თუმცა განუწყვეტლივ უნდა ვმუშაობდეთ. მუშაობაში მყოფი სიკეთეს და ბოროტებას თავიანთ შედეგებს მოგცემენ, თავიანთ კარმას შექმნიან. კეთილი მოქმედება კეთილად აისახება ჩვენზე, ბოროტი მოქმედება ბოროტად აისახება, მაგრამ სიკეთეც და ბოროტებაც ბორკილია სულისთვის. გადაწყვეტილება, რომელსაც ბჰაგავად გიტა აღწევს ბორკილების შექმნელ ამ შრომის ბუნების მიმართ, იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა მივებოთ იმ სამუშაოს, რომელსაც ვასრულებთ. ასეთ შემთხვევაში იგი ჩვენ სულს ვერ შევოჭავს. უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, რას ნიშნავს მუშაობა და არა მიბმულობა. აქ ისევ უბრუნდება ხასიათის ნაწილს და ამბობს, რომ ის, რასაც ყოველ მოცემულ წუთში წარმოვადგენთ გონების ამ შთაბეჭდილებების საერთო შედეგით არის განპირობებული. ის, რასაც მოცემულ მომენტში მე წარმოვადგენ, არის ჩემი წინა ცხოვრების შთაბეჭდილებების საერთო მოქმედების შედეგი. სწორედ ამ შედეგს ქვია ხასიათი. ყოველი ადამიანის ხასიათი მისი წინა შთაბეჭდილებების საერთო შედეგით განისაზღვრება. შემოაქვს გათავისუფლებას, ანუ ეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შრომას, აბსოლუტურად ნული, აბსოლუტურად არანაირი მოლოდინის გარეშე და ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ მოლოდინებისგან და გათავისუფლება ნიშნავს სრულ თავისუფლებას.
თავისუფლება სიკეთის ბორკილებისგან, ისევე როგორც ბოროტების ბორკილებისგან. ჯაჭვად რჩება იმის მიუხედავად, ოქროსგან იქნება ის გაკეთებული თუ რკინისგან. აქ შეიძლება როგორი მაგალითი მოვიყვანოთ. მე მაქვს პოდკასტი და რაღაცა 99% მაგალითად კომენტარების, რომელიც იწერება პოდკასტის გარშემო, არის ძალიან დადებითი. ანუ კეთილი. ესეც გადმოვაკონვერტიროთ ხო სიტყვებში. თუ მე მივეჯაჭვები ჩემს კომენტარებს შეფასებას, ხო? ეგ ნიშნავს იმას, რომ მე აბსოლუტურად დამოკიდებული ვარ სხვის შეფასებაზე. კი რა, საკვირველი ეს ყველაფერი არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან მადლობელი ვარ და მადლიერი ვარ და ჩემი მადლიერების ჩამონათვალში ყოველდღიურად ეს ყველაფერი შედის, მაგრამ მე არ ვარ ამ ყველაფერზე მიჯაჭვული. მე ვიღებ ამას და ვატარებ, ვატარებ. თუ ამ ყველაფრით მე ვიქნები მოცული, ეს იგივენაირი ბორკილი არის, როდესაც დადებითზე ხარ დამოკიდებული, როგორც მაგალითად 99% რო ცუდი კომენტარი იყოს, ხო? პოდკასტის ეპიზოდების კომენტარში. იგივენაირად ტანჯული ვიქნები თუ ცუდის და კარგის შემთხვევაშიც, ორივე სულ ერთია. რა თქმა უნდა, კარგია, იღებ, მადლობელი ხარ და უშვებ და ატარებ. და ეს გაძლევს რეალურად იმის საშუალებას, რომ თავისუფალი იყო შენს მოქმედებებში, შენს აზრებში, შენს ქცევებში. იმუშავეთ, მაგრამ იმის ნებას ნუ მისცემს თქვენს საქმეს ან აზრს, რომ გონებაზე ღმა შთაბეჭდილება მოახდინოს. და ეს შთაბეჭდილებები როგორც ტალღები მოვიდნენ და წავიდნენ. და ეკუნთებს და ტვინს უზარმაზარი შედეგი მოჰქონდეს, მაგრამ ნებას ნუ მისცემთ მათ, რომ სულზე ღმა შთაბეჭდილება მოახდინონ. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ხომ ხვდებით, რომ ყოველგვარი მოქმედების ანაბეჭდი, რომელსაც ჩვენ ვართ მიბმული, ნარჩუნდება. და ამას ვეთანხმები 1000%-ით და ნუ იდეაში რაც ვისაუბრე, ეს ტალღების მისვლა ალბათ ის არის ზუსტად. აქ მიჯაჭვულობაზე აქვს მოკლედ ძალიან საინტერესო ეპიზოდი დავუშვათ, რომ კაცს უყვარს ქალი. მას სურს ქალს დაეუფლოს, როგორც თავის საკუთრებას და ყოველ მის მოძრაობას ეჭვით ეპყრობა. უნდა რომ ქალი ყოველთვის მის გვერდით იჯდეს, მასთან იდგეს, მისი სურვილის მიხედვით ჭამდეს, მოძრაობდეს. ეს კაცი მისი მონაა და უნდა რომ ქალიც მისი მონა გახდეს. ეს არ არის სიყვარული, ეს არის მონა ქალზე ერთგვარი არაჯანსაღი მიბმულობა, რომელიც თავს სიყვარულად წარმოაჩენს. ეს გზნობა ვერ იქნება სიყვარული, იმიტომ რომ იგი მძიმეა, შემაწუხებელია. თუ ქალი იმას არ აკეთებს, რაც კაცს სურს ამ უკანასკნელისთვის, ამას წუხარება მოაქვს, მაგრამ ნამდვილი სიყვარული არ არის მძიმე რეაქცია. სიყვარულს მხოლოდ ნეტარების რეაქცია მოაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის არა სიყვარული, არამედ რაღაც სხვა, რომელიც დარად მიიღება სიყვარულად. როდესაც კარგად გამოგდეთ ის, რომ გიყვართ ახლობლები და მთელი მსოფლიო, მთელი სამყარო ისე, რომ თქვენში არ გაჩნდეს ეჭვის და მწუხარების რეაქცია, მაშინ თქვენ არამიბმულობის მდგომარეობასთან ხართ ახლოს. სადაც არის რეალური სიყვარული, იგი ფიზიკურ მიბმულობაზე არ არის დამოკიდებული. ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთი უყვარდეთ 1000-ობით კილომეტრიც რომ იყოს ერთმანეთისგან დაშორებული. მათი სიყვარული არ იცვლება, ის არ მოკვდება და არასდროს შექმნის მწუხარებას. მუშაობაზე მიბმულობა, ხო, რაღაცა მუშაობა კიდევ ერთხელ არ არის მხოლოდ ფიზიკური მუშაობა. მაგალითად, მე მუშაობ, რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს ჩემს მეორე ნახევართან და ველი მისგან რაღაცას. ეს უკვე მიბმულობა არის. ის ამბობს, რომ მუშაობის შედეგზე მიბმულობა მხოლოდ იმას უჩნდება, ვინც ჯილდოს ელის. ჩვენ ვისაუბრეთ კარმის გავლენას ხასიათზე, რომ ყველა თავის საქმეში დიდია, შრომის თავისუფლებაზე, ასევე საუბარი არის ვალზე. ჩვენ თავს აქ არის საინტერესო, რომ ჩვენ თავს ვეხმარებით ყველაფერს და არა ქვეყანას ან სამყაროს, რომ გულციობა სრული თვითაღკვეთაა და თავისუფლება. ამ ბოლოს ამ თავს ახლა მე არ განვიხილავ. მე მგონია, რომ რაღაც, ეს კარმა იოგას ფილოსოფია ძალიან დიდია და ძალიან საინტერესოა და მე პირადად ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ეს ფილოსოფია ჩემ თავში შევისხორცო, იმიტომ რომ ხვდები, რომ ნამდვილი და ნაღდი არის ეს
ყველაფერი. მე მადლობელი ვარ იმისი, რომ მომცა სამყარომ იმის შეძლება, რომ გამეკეთებინა პოდკასტი და პოდკასტით მგონია, რომ რაღაც კუთხით ამ ყველაფრის აღსრულება შემიძლია და ვაკეთებ კიდევაც ამას. მადლობელი ვარ თქვენი, რომ მაძლევთ ამ ყველაფრის გაკეთების საშუალებას ასევე. ეს იყო დღევანდელი ჩვენი განხილვა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ფილოსოფია არის კარმა იოგა საერთოდ. მე პირადად ვცდილობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ესე ვთქვათ დავნერგო და პრინციპში პოდკასტი მაგის საშუალებას იძლევა ჩემთვის და ძალიან საინტერესოა ჩემთვის აი ეს მიდგომა, ზუსტად ცხოვრების აი ეს ფილოსოფია და აი ეს ხედვა. ნამდვილი შინაგანი სიმშვიდე, ბედნიერება და ჰარმონია რაღაც კუთხით მგონია, რომ ამ ყველაფერს ნამდვილად მოაქვს და საკუთარ თავზე ვაპრაქტიკებ და გირჩევთ, რომ თქვენც სცადოთ. აქვე ვიტყვი, რომ გაჩნდა ასეთი იდეა, გავაკეთოთ ცოდნის მოყვარულთა კლუბი, სადაც გვექნება სხვადასხვა აქტივობები, მაგრამ პირველი დავიწყოთ წიგნის კლუბით. წიგნის კლუბი იქნება ასეთი რაღაც, რომ ჩვენ წიგნის კლუბის წევრები სხვადასხვა წიგნებს, რომლებიც ძირითადად იქნება მიმართული პიროვნულ განვითარებაზე, განვიხილავთ. ეს არ იქნება უბრალოდ განხილვა, წაკითხვა ერთად ან რამე მსგავსი, არამედ ძალიან ღრმად ჩასვლა დეტალებში, საკუთარი მაგალითები, საკუთარ ტყავზე ამის გაცნობიერება. ეს არ იქნება მხოლოდ თქვათ წიგნების ამონარიდების კითხვა და გაცნობიერება, არამედ სხვადასხვა სავარჯიშოები, სხვადასხვა პრაქტიკები შემოვა ამ ყველაფერთან ერთად. ეს გაჩნდა სიმართლედ რომ გითხრათ ჩემი მაყურებლების ასე ვთქვათ იდეით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ის წიგნები, რომლებსაც გავდივართ ამ პიროვნული განვითარების გზაზე. მე ბევრი დამიგროვდა, რომ წიგნებმა ძალიან დიდი განვითარება მომცეს და საშუალება, რომ ამ გზაზე მივიდო და მინდა რომ ეს ყველაფერი გაგიზიაროთ, მინდა რომ ეს ყველაფერი ერთად გავიაზროთ, მინდა რომ ის რაც წაკითხული მაქვს გარდა ახალი წიგნები მოვიძიოთ და ის ყველაფერი ერთად გავიაზროთ. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო პროცესი შედგება, თუ ამისი სურვილი გექნებათ, მე დავტოვებ ვიდეოს აღწერაში პოდკასტის სოციალურ ქსელებს და მომწერეთ იქ, ვისაც გექნებათ სურვილი და დეტალებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გეგმა მაქვს შედგენილი, გაგიზიარებთ და მოკლედ მგონია რომ საინტერესო თავგადასავალი შეიძლება წინ გქონდეს ამ კლუბთან ერთად. დავიწყებთ წიგნის კლუბით და შემდეგ უკვე სხვადასხვა აქტივობებსაც შევმატებ აუცილებლად ცოდნის მოყვარულ კლუბს ან ცოდნის მოყვარულთა კლუბს, არ ვიცი სახელზე ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მომისმინეთ, ჩემთან ერთად იყავით. ასევე ბოლოს ვიტყვი, რომ წიგნის გამომცემლებს ისევ გეპატიჟებით, რომ გახდეთ ამ ეპიზოდების სპონსორები, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, თავიდან ბოლომდე წიგნებზე არის აგებული ეს მიმართულება და გელოდებით. მადლობა.